ზესტაფონის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში 2026 წლის საბიუჯეტო პარამეტრებზე მუშაობენ. ახალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 38.338.400 ლარით არის განსაზღვრული. ის მიმდინარე ბიუჯეტზე 2.446.400 ლარით მეტია. პრიორიტეტულ მიმართულებად აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირის განმარტებით კვლავ სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარება რჩება. ვახტანგ ღამბაშიძის თქმით, სოლიდური თანხები იქნება მობილიზებული ასევე საგანმანათლებლო, კულტურული თუ სპორტული სფეროების განვითარებისთვის. მუშაობთ 2026 წლის ბიუჯეტზე. 2026 წლის ბიუჯეტი გაზრდილია 6.2%-ით. ეს განპირობებულია იმ შემოსავლებით და იმ ქონების გადასახადით, რომელიც ჩვენ მუნიციპალიტეტში არის. თანხები ძირითადად მოხმარდება როგორც ინფრასტრუქტურას, ასევე სოციალურ საკითხებს. 26 წლის ბიუჯეტის დამტკიცება საბოლოო სახე ექნება დეკემბრის შუა რიცხვებში. 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ. განხილვაში ჩართულები არიან საკრებულოს კომისიებიც. როგორც მერმა აღნიშნა, ახალი ბიუჯეტის დამტკიცება შემოსული წინადადებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით რამდენიმე კვირაში მოხდება. უკრაინულ და ამერიკულ დელეგაციებს შორის ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებზე სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, თუმცა როგორც საერთაშორისო მედიაში წერენ, პროგრესი აშკარად შეინიშნება. ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ კიდევ ერთი ძალიან პროდუქტიული შეხვედრა ჰქონდა, სადაც მიმდინარე კვირის მოვლენები განვიხილეთ. როგორც გითხარით, ჩვენი მიზანი ომის დასრულებაა, თუმცა ეს მიზანი ომის დასრულებაზე მეტიც არის. ჩვენ არა მხოლოდ ომის დასრულება გვსურს, არამედ გვინდა სამუდამოდ იყოს უზრუნველყოფილი უკრაინის უსაფრთხოება და რომ აღარასდროს შეიჭრან მის ტერიტორიაზე. ჩვენ ნამდვილი კეთილდღეობა გვინდა უკრაინისთვის, გვინდა უკრაინელმა ხალხმა საკუთარი ქვეყნის აღდგენა შეძლონ. ეს არის ყოვლის მომცველი საკითხი, რაზეც დღეს მუშაობთ. ამ ყველაფრის საფუძველის მომზადება, რა თქმა უნდა, ჟენევაში დავიწყეთ და ეს სამუშაო გაგრძელდება. დღეს კიდევ უფრო მეტად წავიწიეთ წინ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი. ეს დელიკატური, რთული პროცესია. ცხადია, კიდევ ერთი მხარეა ჩართული, რომელიც განტოლების ნაწილი უნდა იყოს და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება მთელი კვირა, როდესაც სტივ ვიტკოფი მოსკოვში გაემგზავრება. ჩვენ ასევე გვქონდა სხვადასხვა სახის კომუნიკაცია რუსულ მხარესთან და კარგად ვიცით მათი პოზიციების შესახებაც. ასე რომ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. კიევის პრიორიტეტები ზელენსკის თქმით სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის სუვერენიტეტის შენარჩუნება და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების უზრუნველყოფაა. ზელენსკის განცხადებით სამშვიდობო შეთანხმებაში ტერიტორიული საკითხი ყველაზე რთული ელემენტია. თეთრი სახლის პრესპიკერი ლივიტი ამბობს, რომ სამშვიდობო შეთანხმების პროექტი ძალიან დახვეწილია და დასცინს, რომ ადმინისტრაცია ძალიან ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისივე განცხადებით მომლაპარაკებლებს მოლაპარაკების საშუალება მიეცემათ. არის იმედი, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულდება. აღნიშნულთან დაკავშირებით პუტინმა დღეს მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი უნდა მიიღოს. ჩვენ პოზიციის დაფიქსირება ისტორიკოს ოთარ მაღლაკელიძეს ვთხოვით. გვითხრა, რომ ევროპისგან ომში მყოფ ქვეყანასთან მიმართებაში მეტი მხარდაჭერის მოლოდინი აქვს. მართალი გითხრათ, ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით. როგორც ბოლო დროინდელმა მოვლენებმა აჩვენა, თლათ ამერიკელების ინიციატივა არ ყოფილა და უფრო რუსების სურვილები იყო მაგ მოთხოვნებში ვიდრე ამერიკის. მე ძალიან მაგონებს სიტუაცია 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებას, როცა ჩეხოსლოვაკია არ დაპატიჟეს მოლაპარაკებებზე გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი ინგლისმა ისე მოილაპარაკეს ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიის განაწილებაზე, რომ ჩეხოსლოვაკებს არც კი კითხეს. და სხვათა შორის რომ დაბრუნდა ინგლისის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ჰადროუზე აეროდრომზე ვიდეო არსებობს, ფურცელი აჩვენა, აი გრძელვადიანი მშვიდობა მოუტანა ევროპასო და 2 წელიწადში მსოფლიო ომი დაიწყო და ეს მე მგონია რომ ამ პერსპექტივა ამ ფორმით მოლაპარაკებებს არ აქვს, იმიტომ რომ არ შეიძლება მსხვერპლი დამნაშავედ გამოაცხადო. ჯერეთი უსამართლობაა და მეორე არ დათმობს არავითარ შემთხვევაში უკრაინელი ხალხი ამას. აქ ზელენსკიზე არ არის ლაპარაკი. და მეორე არც პუტინი არ დათანხმდება ამ პირობებში. შეიძლება დროებით დათანხმდეს, პუტინის ამოცანა ის სასახად ამბობს, რომ უკრაინული სახელმწიფო არ უნდა არსებობდეს. ამიტომ არანაირი გარანტიები უკრაინას ქონდა გარანტიები, მანამდე ატომური ბომბი იყო უკრაინაში და გაიტანეს თავის დროზე საბჭოთა კავშირში და დაიშალა იმ გარანტიით, რომ უკრაინას არავინ არ შეეხებოდა. მაგრამ სად არის ახლა ესე გარანტიები? ამიტომ მეორედ უკრაინელები არ მოტყუდებიან
მე მაინც იმედი მაქვს, რომ ევროპა უფრო მეტად დაუდგება გვერდში უკრაინას და ტრამპის ადმინისტრაციაც ტრამპს ხშირად ახასიათებს შეცვლა თავის შეხედულებების და ისიც შეიცვლის ამ შეხედულებებს. ასე რომ მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ ამ 28 პუნქტიან გეგმას არ დაამტკიცებ. სამინისტრო ყოველთვის დიდი ინტერესით არის განწყობილი ნებისმიერი ისეთი სამეცნიერო ფორუმების მიმართებით, რომლის მიზანიც არის ერთის მხრივ პრაქტიკული მედიცინის და სამეცნიერო მიღწევების რაც შეიძლება მეტად დაახლოება, ცოდნის და გამოცდილების ერთმანეთთან დაახლოება და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ერთიორად გასახარია, როდესაც გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ ძალიან მაღალი დონის სამეცნიერო კონფერენციაზე, იქ სადაც მოწინავე უცხოელი ექსპერტები გვაქვს შესაძლებლობა, რომ მათ მოსაზრებებსა და შეხედულებებს, მათ გამოცდილებას, მათ მიერ მიღწეულ სიახლეებს გავეცნოთ და ბუნებრივია, რომ ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, იმავდროულად აუცილებელი შესაძლებლობა ქართული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყანაში ონკოლოგიური მიმართულების განვითარებისთვის სახელმწიფოს და ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერა დღეს ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ერთობლივი მუშაობით მივაღწიოთ იმ ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს, რომლის პრეზენტაციასაც უცხოელ კოლეგებთან ერთად დღეს ქართველი ონკოლოგები მოახდენენ. იშვიათი სიმსივნეები მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მართლაც ყველაზე მეტად საჭიროებენ პერსონალურ მიდგომას, ამიტომ ეს არის საშუალება, რათა უცხოელ კოლეგებს გავუზიაროთ ჩვენი кейსები, მათ გაგვიზიარონ თავიანთი მკურნალობა და ესე იქმნება სოფლიოში ჯანმრთელობის ყველაზე საუკეთესო შედეგი. ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო. ასეთია ქალაქ კაუნასში გამართული უკრაინული ქამრიანი ჭიდაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ზესტაფონილ სპორტსმენთა შედეგი. ფრიდონ შარიქაძე საერთაშორისო ასპარეზობის ჩემპიონი გახდა. საბა კლდიაშვილმა ვერცხლი მოიპოვა, გიორგი ლომიძე კი ბრინჯაოს პრიზიორის სტატუსით დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. პოპულარული ჭიდაობა არის როგორც ჩვენთან არის ქართული ჭიდაობა, ტრადიციული ისე არის უკრაინული ჭიდაობა, უკრაინელების არის ტრადიციული ჭიდაობა არის და ძალიან დიდი კონკურენცია არის. ეხლა ჩატარდა ლიტვაში მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც მონაწილეობა მივიღეთ. გაგვიშვა მერიამ, დაგვაფინანსა. წარმატებულად ვიასპარეზეთ, 3 მედალი ავიღეთ, მე ჩემპიონი გავხდი. ერთი მეორე ადგილი, ერთი მესამე ადგილი. შაშანდელი შედეგი გავაუმჯობესე და კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. მადლობას ვუხდი ჩემ გულშემატკივრებს, თქვენ ოჯახს და ყველა სპორტსმენს. ვეცდებით, რომ შემდეგშიც მივიღოთ მონაწილეობა და გავიმარჯვოთ. კაუნასში სადაც ჩატარდა უკრაინულ ტრადიციულ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი. დავიკავე მესამე ადგილი. ჩემთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ასევე ფრიდონ შარიქაძე და ვერცხლის მედალოსანი საბა კლდიაშვილი. გულოცავ ამ დიდ წარმატებას. მე და ფრიდონს გვქონდა გამოცდილება შაშან ვიჭიდავეთ და საკმაოდ კარგად დავასრულეთ იქაც ასპარეზობა, ჩემპიონები გავხდით ორივე და წელს მე მესამე ადგილს დავჯერდი და ფრიდონი უკვე ჩემპიონი გახდა.